პატარება უნდა იცოდნენ უნდა ფუტკრის მნიშვნელობა და თანაცხოვრება და როლი ცივილიზაციის და ადამიანთა საზოგადოების განვითარებაში. ჩვენ არა მარტო დაბალი ასაკის იმაში, არამედ ვცდილობთ თვითონ სასწავლო, უფრო ზოგად, როგორც სკოლანდელად და სკოლაშიც ამ ინფორმაციების შეტანას. ფუტკარზე ჩვენ რასაც ვაწყდებით ახლა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ნაკლები ცნობა არის, ასე ვთქვათ, ინფორმაციულობა თვითონ მოსახლეობაში არიციან ფუტკრის მნიშვნელობა და მარტო ფუტკარს თვლიან, მაგრამ თავის წარმოებლად არა და ცივილიზაციისათვის, ზოგადად კაცობრიობისათვის ფუტკარი ეს არის წერი, რომლის უმისოდ კაცობრიობა ვერ იარსებებს, ასე ვთქვათ, მოკლედ რო ვთქვათ. ეს მარტო ჩვენი ნათქვამი არ არის, ეს თვითონ აინშტაინის სიტყვაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ ფუტკარი გაწყდა მსოფლიოში 4 წელში კაცობრიობაც შეიძლება ახლა ელემენტარული დასასრული არ იყოს, მაგრამ დიდი კრიზისი ელის საკვებიდან გამომდინარე, თუნდაც ფუტკარი ქმნის 75-80% საკვებ პროდუქტებს, რასაც ჩვენ ვიცით ზუსტად აი ამ მიზნით ფუტკრის მნიშვნელობაზე. როგორც დამამტვარიანებელი მწერი, როგორც სასარგებლო წერი, თუნდაც ფუტკრის ქცევებიდან გამომდინარე, თუ როგორი მოწყობა აქვს მათ საზოგადოებრივი და ჩვენ გვინდა ბავშვობიდან, ანუ ზოგადად ფუტკრობის დარგი განიცდის დაბერებას, გამიგეთ? ანუ ასაკობრივად განიცდის და ფუტკრებით ინტერესდებიან მხოლოდ ასაკობრივი ადამიანები, ასე ვთქვათ, აი გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდას მოვიწვიოთ და ეს ახალგაზრდა თავიდანვე გარკვეული იყოს, თუ რა მნიშვნელობა წერს. ამას მარტო ბიზნესის თვალსაჩინოდ არ უყურეთ, ზუსტად პატარება უნდა იცოდნენ უნდა ფუტკრის მნიშვნელობა და თანაცხოვრება და როლი ცივილიზაციის და ადამიანთა საზოგადოების განვითარებაში.